იერუსალიმის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალის შესრულებას ელოდებიან. რეგიონში არსებული დაძაბულობისა და ომის ფონზე რიტუალი წელს უსაფრთხოების გაძლიერებულ პირობებში ტარდება. ტაძრის ტერიტორიაზე პოლიციის ასობით თანამშრომელია განლაგებული. 5 თვის ქართველი ბავშვის დაზიანებები შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო ინტენსიური რხევით, თავის დარტყმით, მყარ ზედაპირზე ან იატაკზე დაგდებით. პოლონური მედია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაზე დაყრდნობით წერს, რომ ბავშვს თავის ქალის მოტეხილობა და ჰემატომები აღენიშნებოდა. პოლონეთის პოლიცია ამ დრომდე ეძებს ბავშვის მამას, დედა კი დაკავებულია, ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა. მძიმე დაზიანებებით ჩვილი 8 აპრილს საავადმყოფოში დაიღუპა. ირანი საქართველოს სანქციების გვერდისავლისა და სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად იყენებს. სტატიას Fox News აქვეყნებს. ამერიკული გამოცემა ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველო ნელ-ნელა თეირანის გავლენის სფეროში გადადის, რაც რეგიონში ამერიკულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის. გამოცემა იხსენებს კობახიძის ვიზიტებს თეირანშიც. საქართველოში მცხოვრები უნგრელი ჟურნალისტის ინფორმაციით, თბილისში უნგრეთის საკონსულოში დაიბარეს, დაკითხეს და ციხით დაემუქრნენ. ლაზლო რობერტ მეზესი ვარაუდობს, რომ უცნობი ქალი, რომელიც მას ჟურნალისტური საქმიანობის გამო დაემუქრა, უნგრეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელია.